იქით მობრძანდება დიდი ხელმწიფე. მეფე მის ღემში პირველი შვილი ოდელია მეოთხე. დაანებე თავი რო არ იცი. გამიხარ. აბა, ჩემო ვეძირო. დიახ მეფე ბატონო. რა ხდება სახელმწიფოში და მის ფარგლებს გარეთ? ახალი ამბები გვაქვს მეფეო, ახალი ცნობებია მოსული, ხომ არ დაგიკითხოთ? დიახ. მურვანყრუ დამუნჯებულა. თემურლენგი დაყრუებულა. შაჰაბასი გაშაჰაბასებულა, საშაჰაბასეში ჩაჰაბასებულა. ჩაშაჰაბასებულა. ეგ ინფორმაცია თუ ენის გასატეხი, კაცო? რა ვიცი, ენის გასატეხია. თქვენს თავს რა ამბავია მე ბატონო? დღეს სერიოზული დღე გველოდება, ჩემო ვეძირო. დიახ. დღეს ტახტის მემკვიდრე უნდა ავირჩიოთ. ვინ იქნება ჩემ შემდეგ მეფე? მამა ჩემს კი გაუადვილდა ერთი ვყავდი და მე რა მეშველება 6 შვილი რომ ყავს რა მეშველება რომელია ვარ? რა ვქნა მეფეო, გეუბნებოდით რომ დამშვიდით, დაწყალეთ, მაგრამ ვერც ხმალი ჩაგაგებინეთ ქარქაში და ვერც ტემპერამენტი. მაგრამ იცოდეთ მეფეო, ახალი მეფე ვინც იქნება, უნდა იყოს ჭკვიანი, გონება მახვილი, მებრძოლი სულის პატრონი. აბა? ანუ რას ამბობ ახლა მაგით? რომ ჩემი შვილი არც ერთი არ იქნება მეფე? თქვენი შვილი რა ვიცი მეფე ბატონო ახლა. კარგი, ჩემ უფროს ვაჟს დაუძახე. უფროს ვაჟს, კი ბატონო. ჭაჭურა! ხელმწიფე გეძახის, მამა ბატონი. გამარჯობა მამა. რა გინდა შვილო, გამაგები? რატო არ მოგყავს ცოლი? მე იყვანე მამა ცოლი, მე იყვანე კოჭა იძლება. გლეხის გოგო მე იყვანე, მაგრამ მე იყვანე. მოგუწევს სიდან მოგიყვანო ავშოღამეზე ცოლი მე იყვანე ცოლი მამა, მე იყვანო. გამაგებია, საკუთარი ცხენიც კი არ ამყავს. სიდან მოგიყვანო. ცხენი არ არის ეზოში? კი. მერე შენია ის ცხენი. შენია მამა, შენია მე იყვანე. შენები ხო გიყვარს? მე იყვანე მამა ცოლი, აღარ შემიძლია. გამიჩინა გულის მეფე ბატონო. მე იყვანე ცოლი, მე იყვანე. კუთხები, აუ, ვიდეო ეგი ვინა. ზალარია ჩემი დანარჩენი შვილები მოვიდნენ. მოგგვაროთ მეფეო? მომგვარე. ახლავე. მოდი, წრიბა მოდი. ბაჯაჯღა მოდი, შემოდით. შემოდით შვილებო, მეფეო ბატონო მამა თქვენი გეძახით. გამარჯობა შვილებო. მამას ახლავარ. მეფე! როგორ მოგწონს, როგორ დაგიძახო? მამა. მეფე თუ. მეფე. როგორ შეგინდა შვილ? პირველი ჯობი. მეფე. კარგი მამა. დღეს სერიოზული საქმე და თუ მაცლი წოდას კარგია. ხო მამა? მეფე მინდა. აბა მეფობა ვის უნდა? მე რატო არ მინდა ვითო? მეფე მინდა. რალეთში უნდა გაიყვანე. მოდით, აქეთ მომგდადით. მოდი მამა თქვენ დაუჯერეთ, ხელმწიფეს დაუჯერეთ. აბა შენ შვილო. დიახ მამა. თუ კი შენ გახდები მეფე, რას გააკეთებ პირველ რიგში? მე უმალვეს შევკრივავ ჯარს, მოვისხამ ჩემს რკინის აბჯარს და ვეკვეთები მწერს. გუსლს გავავლებ მწერს, მაშა სადავე დავიწყობ მონღოლეთს. მონღოლეთს. დიახ მამა, მონღოლეთს დავიწყობ. მონღოლეთის დაპყრობა შვილო, ჯერ სურამი რო შემოგვეერთებია ხო ჯობდა. ხაშური გოეთის მონაკვეთზე რო ვარ მეფე. აბა შენ რას გააკეთებ შვილო მითხარი? მოგახსენებ მამო ბატონო. მე თუ გავხდი მეფე და ხელმწიფე პირველ რიგში შემოვიერთებ დაკარგულ მიწებს. შემდეგ გავაცლიერებ ჟარს. რაგან თავისუფლებ ხარკისგან და საერთოდ ყველაფერს გავაკეთებ, რაც ახლანდელმა ვიგინდარა ხელმწიფემ ვერ გააკეთა. ოჩახ შვილო? მაპატიე მამო ბატონო. ვიგინდარა ხელმწიფემ. აბა აუდე ახლა აქედან. მაპატიე მამო. აბა დაახვი აქედან ახლა სასწრაფოდ. დაახვი სასწრაფოდ.
ვეზირი მინდა. გაიყვანე ბიჭო ეს ხო გითხარ გაიყვანე. რა უნდა მეფეო? ფისი უნდა გაიყვანე. მომძანდით აქეთ. მომძანდით უხართ ურჩი მამა თქვენის მიმართ. მე რო იყო მეფე არ ჯობია ყველას. რა მეშველება არ ვარიანტი ვარ მე. შეა. აი კაცი. მოკლედ შემოვეზირო რა მეშველება არ ვიცი. დამშვიდით მეფეო ნუ ნერვიულობთ. ვეზირი მუდამ თქვენ სამსახურში იქნება. რა უნდა ამას? მეფეო. შულო ხო შეიძლება მაცალო ერთი წუთი დღე დავრობ დღეს მაგ მძიმე დღე სერიოზული თათბირი მაგ უნდა გადავწყვიტო ვინ იქნება ტახტის მემკვიდრე მაცალე მამა რა ხო შეიძლება ო გაცლი მარა ეს ზუსტად კუტალა მინდა. აუ გეხოცები გეგლა ზუსტად კუტალათო რა მამა არა მაქვს მაგის დრო ეხლა გეხოცები რა მე ერთხელ ზუსტად კუტალა. კარგი ხო კარგი საწავიყვანო. კარგი ერთად ყველამ ერთად. ყველამ ერთად კარგი ხო. ზუსალა კუტალა ზუსალა კუტალა მეფეო ხარ ვიცი ამ ბიჭს რა ეშველება. ჩემი სიძევითომ ზორბეკ კლაპატაძე არა მგონია. დავნიშნო მეფე ზუსალა კუტალას არ ჯობია ზუსალა კუტალა ჯობია მეფეო. მოკლედ ამეშველება არ ვიცი მეშველება ჩემოვეზირო დიახ მეფე ბატონო. ერთი იდეა დამებადა სასწრაფოდ ჩემი მრჩეველი იხმეთ მრჩეველი კი ბატონო მრჩეველი მეფეო. მიხმე. მრჩეველი დარბაზში მოძებნეთ სამეფო კარზე მრჩეველი. აი მრჩეველიც. მოდით მრჩეველო მეფეს თქვენი დახმარება სჭირდება. მოგესალმები ჩემო ერთგულო მრჩეველო ბევრჯერ შენი მადლიანი და ბრძნული სიტყვა სადგომია ჩვენ სახელმწიფოს და ახლაც მჭირდება შენი დახმარება იქნებ რამე მირჩიო ვინ დავნიშნო ტახტის მემკვიდრედ Тук да кайтесеп, шույде քիթիպա մեփե։ Ես կետեցե։ Դա տուսակ եք մեփե, դա սակիթի կամ դերը քիտարո, ყველა თქვენი მეკვიდრე ვისაც კიპიკოტო ის მეკვიდრე იქნება. რეგონია. ლებტო თორე ყველა რეგონია, ეს რეგონია, ხო უკვე ხაც რეგონია, ესეც რეგონია. ესეც რეგონია. ეს არ არის ჩემი შვილი. ხო, მაგრამ ხო რეგონია. ხო რეგონია. და თუ ისე ხა თუ მე დამნიშნოთ მაგათო, ხო, ტახტის მემკვიდრედ. მე თუ კარგად გავუძღები, ხო, წავგედებულ ხო და ოსპეთისკოპიკი, ხაც სპათეთკოპიკი წავგედებულ ხო და წავგედებულ ხო და 1000 კიდე შეტეკოპიკი ხა და შეკელემტო ჩუჩეკოპიკი დიდი გასაგებია, გასაგებია. გაიყვანეთ, გასაგებია, გაიყვანეთ. ანუ გასაგებია, გაიყვანეთ, წაიყვანეთ. კი ბატონო, კი ბატონო. წაბძალდით. კი ბატონო, ჯოჯოსკოპიკი ჩავტა, მე გამიჩერდა მოგასი. აქეთ მომძალდით. კი ბატონო, კი ბატონო. გერმანამდე ვერ გებია, ახლა საერთოდ არ. რა უნდა? რა გინდა, შვილო, მაცად ერთი წუთი ხო შეიძლება? შავფაფრიანი ცხენი ხო ჩემი იქნება. კი, მამა, შენი იქნება შავფაფრიანი ცხენი. წითელფაფრიანი ცხენი? კი, მამა, წითელფაფრიანი ცხენზე შეჯექი და შენი იქნება. ჭაღრაციანი? ეგ ბაბუო შენია, დაანებე თავი. მაგას მაინც უაჯდებ. მეფეო თქვენი სიტყვა და შვილო, დამტოვ ერთი წუთი ხო შეიძლება, მამა? დამტოვ. ბუბაკიკა და წავალ. არ მინდა შვილო, ბუბაკიკა. აუ ბუბაკიკა. აი, მე შო, კარგი, ბუბაკიკა, ერთად, ხო, ბუბაკიკა. კარგი, შვილო, კარგი, საკმარისია, კარგი. ძურძულელა და წავალ. ძურძულელა ერთხელ ძურძულელა. ხო, კარგი, გააკეთე, შვილო. მოწამლული არ იყოს მეფეო. დიდო მეფეო. ტერი შემოგვეშცია დიდო მეფეო. ეს ახალია მეფეო, მემაპატიეთ. ბევრია? კიო, 600,000. ვინ დათვალ ერთი გაფიცებ ძმობას? 600,000 რა იცი ერთი გაფიცებ. ვინ დათვალა მეფეო? წადინე გაიგერამდე ზუსტად. მეფეს დიდო მეფეო. ნუ აწმირებ, წამოდი აქეთ. რამდენია? გავიგო რამდენია? მოდი აქეთ. გაიგო. მოდი აქეთ. კარგი ჩვილებო, მომისმინეთ. ისრები მოიტანე. ისრებს ადალაგია. გვერდზე. კარგით მეფეო. შაშანარელა რა გქონდა? შვილებო, მთელი ცხოვრება გასწავლიდით. აიღერთ ის არის და გადატეხე. მე ვიზამ. ოჩახ, აიღე ის არის და გადატეხე. ახლა ის გადატეხე. მომეც. აი შვილო, ხედავთ რაშია საქმე. თუ მსუქნად იქნებით, პერი ვერაფერს დაგაკლები. გასაგებია, ხო? მეფეს დაუჯერეთ, მეფეს. ხვალეს უნდა გახსოვდეთ,
ის რო გასწავლეთ, ის ძალა ერთობაშია, ისრებით. იმდენი ხანი გამეცადინებით მტერი რო შემოგვეცია პამიდურის სარემს ვესრობით ის არე ხარ გოყვანა. გასაგებია, ხო? ვიღაც ის მეფეო გავალ კარზე. დაიმახსოვრეთ, რომ მტერ ზურგი არასოდეს უნდა აჩვენოთ. დაიმახსოვრეთ, რომ ნადიმის დროს თებშის მარცხენა მხარედან შანგალი, მარჯვენა მხარეს დანა. და წვნიანს რო შემევიტანეთ, კიდე ნუ უთხრუპუნებთ. ის დალიეთ. ამანიცის. ხო, კიდევ მეზის გაბა უთხრუპუნი. გასაგებია, ხო? ყველაფერი, მამა. მე მივიღე გადაწყვეტილება. დიახ. არც ერთი თქვენგანი არ იქნება ჩემ შემდეგ მეფე. რატო, მამა, რატო? კარგი გადაწყვეტილება არ არის. არც ერთი ჩემგანი. მე ვიცი ვინც იქნება მეფე. ვინ იქნება, მამა? დედოფალი სად არის? დედოფალი ბაღშია, ყვავილებს უწყავს. სასწრაფოდ საძინებელში შევიდეს. არა, მამა. დედოფალი საძინებელში შევიდეს. მედი დაიწყე ხარა ავარჯიში. საუნაში შენ დასაც მესიხდი ხოლმე? კი? მაგიერ დაწყა? ვარჯიში გოგო. ანუ უკაცრავად. ქალბატონო. ნაბდიეთ. კი დარბი ხარ? დავრდივარ. მადლობ. კაფეზე ყველაფერს რამდენი ლიტრი ღვინო ჩაიტევა ეხა ამაში, არა, რიგა სხვაებული. ეს საერთოდ ამას. დაგჭირ ქალბატონო. აიმე! აიმე, მარეხი! აი, სადე! სამ! კარგად ხარ? ახლა ხას გადავჭი გათხოვებას? რა გათხოვებას, გოგო, ძლივ შემოგათხრიე. გაგიკაცას? ვინ გაგიკაცა, ვინ მარეხი? კარგად ხარ? აჰა, წყალი მოსი. Всё? აუია, მაგრამ რა დაიმართა. აი თვითი. ამის ბრალი იქნება, აბა. კარგად ხარ? აიმე, რასაში ყოფილა? ივარჯი შეტრა? ვარჯიშობ ქალბატონო, აი. იცით რა არის? თქვენ ძალიან არასწორად იქცევით იმ შემთხვევაში, რომ ხურდებით ძიმის საგნებით. ჯერ ჯობია მოტელვა გააკეთოთ, დადექით და ეს. რა გავაკეთე? აი მაგალითად. დადექით. უბრალოდ ჩასვლა ასლა გააკეთეთ, იგივე თქვენც. დადექით. თქვენ დღეს უფრო ტონიანი ხართ, ჯობია ცოტა მოტელვა გავაკეთოთ, მასაჟს გაიგეთებთ. რომ უფრო მოიტელოს სხეული და შემდეგ რაღაც ტრავმა არ მიიღოთ. გაცხოვოთ, თაფლის მასაჟი თუ. თაფლის მასაჟი? დიახ. გვაქვს კი. ერთითუთი. ვინ გააგრძელეთ მუხტაობა? მარეხი. მოგვიყვანთ თაფლის მასაჟი? კარგია. უცაფერი გზნობ ნენელა. ეს გიაშოვიაში ნენელა. ოდით რა არის? არასწორად აკეთებთ აშკარად. კიდე არასწორად ვაკეთებ, აბა რა გავაკეთე. აი დადექით. თქვენ რა პრობლემები გაქვთ უძრავდანაკავშირები? რაღაცეები პრობლემები მაქვს. წელი მткиვა რა. დიახ, ისმეთ. ესე იგი უკაცრავად რა მინდოდა მეკითხა. დიახ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? მე მაქვს დაავადება ეგრეთ წოდებული ხერხემლის გადაყუნულობა მაქვს. ეგრეთ წოდებული ოსტეოქონდარი. ბატონო? ოსტეოქონდარი დამიდგინა ექიმობაში. დიახ. ხო რა მინდა რა გამომიწერეს რომ პასაჟები დაგჭირდებაო წელზე და ხერხემალზე და ის. პასაჟები. მე? ხო, და კიდე კარგი იქნება თუ იმოძრავებ ბევრსო და თქვენთან ხო არის აერობიკინის კურსები. აერობიკის ის კურსები არის კი. ხო, და აერობიკინის კურსები გოგო. რო ჩამეწვა ესე აი გოგოები როგორც მოძრაობენ რაღაცნაირად. ანუ ვარჯიში იქნება? დიახ, აერობიკინის კურსები გამომიწერა ექიმად. კი ბატონო.
ხო და თუ მომყვებიო და ამ დიეტოლოგიას დაიცავო. როგორც გითხარი, ყველაფერი იქნება ისე. ასე მითხრათ. კარგი, იცით რომ მე ვერ გავიგე თქვენი სიმართლე გითხრათ. გვერდზე რომ შემოხვედით, კალებზე აწერია იქით ხარეს თარგმნა. ინგლისური თარგმნა, მიბრძანეთ, გადაგითარგმნეთ, ტექსტი გადაათარგმნით, მოიტანეთ და შემდეგ გაგიგებასუხეთ უფრო კომპეტენტურად. კი ბატონო, ესე იგი იქეთო. დიახ, კარგად, მე აიქეთ მიბრძანით. დიდი გმადლობა. არაფრის. ხალბატონო უკაცრავ. აი მე რამდენი საკრა დაწევებული ამ ქვეყანაში? ვარდიშო ვერხა და წელით კი ვარ რა. იცი რომ მე გეტყვი წელის იმას. რა უნდა გაიგეთ გავა? ხელები ესე. მე გავსაკიდება წელში. რა შეიძლება ახლოს მიიტანეთ ხელები? ვაიმე. მარე, ცოტა ცუდად რომ მოვიდა, არ შეგიძლია. მე რა ვიცი? ვაიმე, კარგად ხართ? არა. კი ვა. მე მეგონა დასგებოდა ისე. თქვენ ნორმალური ხართ ხალბატონო, რას მიგეთოთ? ვინ გასწავლათ მასაჟი საერთოდ თქვენ? სხვათა შორის მამა ჩემმა. ერთხელ სახში დავაგვიანე, გვიანი მივიდეთ და მაშინ ვისწავლე მასაჟი. გეტყობათ. ვაი, რა უცნაური ხალხი არაფერი არ მოწონს ჩემთვის რა ქვივა. იცი რატო, იმიტომ რომ გიჟივით იქცევი, ცოტა ისე მოიქეცი რა, ადამიანურად რა გჭირს რა უბედურება. კარგი, აბა დავდგეთ, მოდით ერთყველამ ერთად. დადაგეთ? ამ, ერთი, ორი, მე ვარ ხალბატონო. დიახ. სამი, ჩემთან ერთად ვივარჯიშოთ, ხო? აბა. წინკლავი, გამკლავი, ზემკლავი. წინკლავი, გამკლავი, ზემკლავი, წელკლავი. იგი ხადაობა. მარე. კარგი, გავაგრძელოთ. ხელები ზევით, ხელები კვებით. ხელები ზევით, ხელები კვებით. ფეხები ზევით, ფეხები კვებით. ფეხები ზევით, ფეხები კვებით. ხალბატონო, თქვენ რატო არ აკეთებთ ფეხებს? მე ქორწილამდე ფეხების აწევის წინააღმდეგი ვარ. გავაგრძელოთ ერთი, ორი, სამი, ასე გაკეთეთ. აკეთეთ ერთი ორი წუთი. Facebook-ზე შედი რა. რა დროს Facebook-ია მარე. შედი რა, ძალიან მაინტერესებს. აჰა, შევედი. ივარჯიშეთ, ძალიან ვთქვათ, რა არ გაჩერდეთ. ზევით კვებით. მოხდათ რომ ტონიანები ხართ და ეს თუნა უნდა დაიგდოთ როგორც შეიძლება. კარგად. და ბედად, ვაიმე, პატარა ტახი, ვინ არის? გაკეთეთ. ზევით კვებით. დეგეული. აი დეგეული უნდა ჩამოყაროთ. ორი, ვინ არის პატარა ორი? გაკეთეთ. დავიღალე, ჩამოდი. იცით ერთომ დაიღალეთ, გავოდინარე კიდევ რომ თქვენ წონა გაწუხეთ, ეთქოთ ცოტა მოთმინების ფიალა რაღაცა ისა გაქვთ რა ქვია, გადავსებული, ჭამისხური. რა მეინტერესებს თქვენ აი ესე კითხავთ, მოდი. ხშირად ახერხებთ ხოლმე თქვენ სხეულის შეურაცხყოფას? ვერ გავიგე, გასაგებად მითხარი. ანუ თქვენ სხეულის შეურაცხყოფას ხშირად ახერხებთ ხოლმე? როცა მაცივართან მიდიხართ? რას ნიშნავს? გასაგებად. ანუ ღორივით ხშირად ჭამთ ხოლმე და თქვენ კლუბით? ხალბატონო, რა შეურაცხყოფაზე გადმოდი? მარე, ერთ ეს როგორ შეიძლება? ძალიან დიდი პოზიცია, უკაცრავად ერთი წამი, მოდი აქ. რა გინდა? ნორმალურად რო აუხსნა ადამიანს არ შენ შეიძლება. არ შეგიძლია? სიცხვილია, რანაირად ლაპარაკო. ძალიან დიდი პოზიცია, იცით რა არის, ახალი დაწყებული აქ მუშაობა და მე აგიხსნით ახლა სიტუაციას რა ხდება. ანუ მან იგულისხმა რომ თქვენ რო ვარჯიშობთ, მარტო ვარჯიში არ ეყოფ ამ ყველაფერს, დიეტას უნდა დაიცვათ, უნდა მიირთვათ ცოტა ისე რაღაცნაირად კერძები, შუბუქი და ანუ თქვენ ძალიან დიდი პოზიცია, მე აგიხსნით ამ ყველაფერს, თქვენ შეგიძლიათ მე ჩამოგიწეროთ დიეტა და თქვენ ეს ყველაფერი დაიცვათ და ძალიან კარგ ფორმაში იქნებით. ესე იგი, შეგიძლიათ დილაობით მიირთვათ ხოლმე 1 ცალი კვერცხი, შუადღეს მიირთვათ ხაჭო დაახლოებით 200 გრამი და საღამოს დააყოლოთ მწვანე ჩაი და ფანტასტიურ ფორმაში იქნებით ვარჯიშთან ერთად. ესაა დიეტა. დიახ, ეს და არის თქვენ ამას დიეტას ეძახით. ჩვენ ხალხი, რომელიც დილიდან საღამომდე ჭამასვაში ვატარებთ, კეიფობთ, შრომობთ, წვალობთ და თქვენ ასე დიეტას გვასწავლით, შენ დავკარგეთ ქართველობა, საერთო დავკარგეთ. მაგას საითი ქართველობა, საით. ვაიმე. შუაშია ქართველობა რა, ბელგიელი რო იყოთ რა, არ იქნებოდა ეს დიეტა სწორი? იცით რა არის, ასე დავიცავთ მხოლოდ და მოდით მხოლოდ. ესე გავაკეთოთ, მე გეტყვი. თუ თქვენ ეს დიეტა ესე რაღაცა გეუცნაურებათ, იმიტომ რომ მაინც ზაქები ვითხრათ რო გიყურებთ. მოდი ესე გავაკეთოთ, რა მინდა რა მაწოდოთ. მოდი ესე გავაკეთოთ. უბრალოდ თქვენ ენაზე გეტყვით მაშინ დიეტას ხო? როგორც ჩვენმა ინსტრუქტორმა გითხრათ, ესე იგი კვერცხი მაშინ დილას ავიღოთ, თქვენებურად და
დავაყუმბაროთ ერთი კვერცხი მაგალითად დილა თქვენებურად. შემდეგ ერთი თალი ხაჭო გავუხოთ ფაშში. და შემდეგ სამოც წონეცაი შეგვიძლია აგლიჯოთ ჟანგიან ყბაში და გივლიერად იჯაშია. სადა რა უკეთესია, აბა რა, უკეთესია. დიახ და დაახლოებით ეს ერთი წელი მაინც უნდა იყოს ეს დიეტა, რომ თქვენ რაღაც შედეგი გქონდეთ. ერთი წელი? დიახ. სხვა ბოჭე, ერთი წელი ეს უნდა ვჭამოთ ესე მოცუცქნული რაღაცეები ახლა კაცო. ნუ რა ვიცი, არსებობს სხვა დიეტაც, რომელიც უფრო სწრაფია. მაგალითად, შეგიძლიათ ერთი დღე არ ჭამოთ, შემდეგ ორი დღე არ ჭამოთ, შემდეგ სამი დღე, შემდეგ ერთი კვირა არ ჭამოთ, შემდეგ ერთი თვე. შემდეგ ორი თვეც. შემდეგ მე საგრძნობლად იქლებთ წონაში, ძალიან სწრაფად დაიქლებთ წონაში და იგრძნობთ ძლიერ სისუსტეს. შემდეგ გამოგეცხადებათ მიქელ გაბრიელი. შემდეგ მოგიტყვი გადაეცით ჩემგან. მარეხი. ვერა, აი მართლა რა. მე შენ საკითხს დავსვა დირექტორთან რა. რანაირად ვლაპარაკებ კლიენტებს? იცით რა, შენი საქმე არ არია, მე როგორ ველაპარაკები კლიენტებს. დალება გიყვართ? კი და თქვენ? მე არა. რატო? პათოლოგი ვარ. ივარჯი შენ. იცი რა არის, ბუზა სწრაფად უნდა გააკეთოთ, რომ შედეგი გქონდეთ. სწრაფად. კარგია. ტელეფონი გააქვთ, ა? არა. აი, მინდიშთა მითხრა სურათის გადაღება. შეიძლება გქონდეს სურათი რო გადავიღო? კი, როგორ არ შეიძლება. გადავიღებ? ჩვენ გადავიღეთ. მომე გადაგიღებ, მომეს. მომდით? არა, თქვენი ნაკეცები მოწოს უკვე კისერზე. თქვენი ნაკეცთან. შეგიძლიათ ნაკეთი გამიგინოთ? გასკაფრიო, ხალბატონ, რა ნაკეცით გაგიღიმოთ, ეხა ის სხვა არ არის ახლა მართლა. ვიღარ გიშებ და აღარ მეკნება ეს ნაკეცები. კარგი, თქვენება. მე როგორ დავცინებ, მე რომ დავხსენ. მე გადავჭირდა გამახსენე. დიახ. რამდენი ხანია ვარჯიშობ თქვენთან და საერთოდ ვერ დავიკეთე. იცით რა არის? მე რამდენი ხანია ჩვენ 4-5 თვეა დადიხართ ხო ჩვენთან? მეტი. მე ხო დაგინიშნეთ ადრე რომ უნდა გაეკეთებინათ თირკმელების ოპერაცია და ცალი თირკმელი მოგეშორებინათ. კი ბატონო. ეგ ოპერაცია გაიკეთეთ ხო? ანუ ცალი თირკმელი მოიშორეთ. შესაბამისად თირკმელის უნდა მოგახდათ. ივარჯი, კარგი. მოდით ახლა ყველანი ერთად დავდგეთ და გავაგრძელოთ. მოდელმეჯობია ხო გავაკეთოთ ხო? გეხვეწები რა მომიგდა რა ის გრაფიკი როგორ არის? აი ამ ვარჯიშებს გააკეთებინებ. კარგი. სხვათა შორის თუ დამიჯერებთ ძალიან კარგი შედეგი გექნებათ. თავიდან არავინ არ იყო გამხდარი, დედამიწაზე ყველა თავიდან სუქნები დავიბადეთ, მერე გავხდით. მეც თავიდან აი ესეთი ვიყავი. უიმე როგორ დიახ, თქვენსავით გასიებული ღორი ვიყავი, მე დავიკეთე ვარჯიში. კარგი. აბა? სამი მუსიკა ჩართე? ოპა ფსიქოლოგიური ვარჯიში. ალბათ. აბა? არითება? კაი, სანა მუსიკა ჩაირთვება? მე რაღაც ვერ ვთავ ერთი წამი გაჭედა ჩვენი ერმა მაისმა ჰულიგანი ხალისა სულელებენ დაბრო პატიზია სამისა აბლაკიდელა მარეხი ერთი წამი ერთი ორი სამი ოთხი მარეხი ერთი წამი ჩავთავ მუსიკას ერთი ორი სამი დავიღალე რომელია ბიჭო. მარეხი რა გჭირს კარგად ხარ? მარეხი კარგად ხაიმე როგორ შემოვიდა ხაიმე როგორ შემაშინე რა მოგივიდა? ბიჭი შემოვიდა რა იყო რა დაინახე ადამიანია ჩეულებრივი რა პანიკაში ხარ? ხუჭ რომ ატკიებს ის ბიჭია რა კუჭს გატკიებს? რა ერთმა გატკიებს ამგვარი კუჭი? ამ ბიჭს ხედავ კუჭი მტკივდება ნერვილებისგან და რა ვქნა ხარ იქ დაგეხმარო? ძალიან მომწონდა რა ვქნა რა ვიცი როგორ გავიცნო? არ ვიცი, მარეხი მე ვერ დაგეხმარები, ახლა თავი დამანებე. ნეკა შენი აზრით, პირველი ბიჭმა უნდა აუხსნას სიყვარული თუ გოგომ? და მე მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მარეხი თუ გოგოს უყვარს, გოგო აუხსნის სიყვარულს, თუ ბიჭს უყვარს, ბიჭი აუხსნის. გამოტარი გამოტარე მე ამით. ხო არა? მეც ესე ვფიქრობ. მივიდე? იმასთან? ხო რა ვიცი, მიდი. მიდი შენებურად შენ რო იცი ხოლმე ისე, აბა? კარგი, ოღონდ არ დამცინო. არა, რა სისულელია. სალამი. ვერ გადაგაძრე. აი მარცებს ყურადღებას. თამამად უფრო, მიდი. რა ვახარ შეჩემალალა?
რა ვიცი. მე კარგად ჩემთანაც კარგად ჩემი დაშვილი წავიდა. ძალიან კარგად არის ისე როგორ კარგად არის ყველანი. ბიჭი ეყოლა მართლა ჩემი დაშვილი შვილის. თქვენთანაც კარგად ალბათ ხო ძალიან სასიამოვნო. როგორ გასტიხართ როგორ? პასპორტი მერახეთ პასპორტი. ძალიან სიმპათიური ხარ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენსკენ მოიკითხეთ. გავაგზავნე ბავშვს ხო შეიძლება? პირველი გოგო უნდა უსწროს სიყვარული თუ ბიჭმა? თავარი გზნობა იყოს და ნუ რა მნიშვნელობა აქვს როგორ იქნება თუ მართალია. ლექსები გიყვართ ხო ალბათ? ლექსებიც მიყვარს კი. ერთი წუთი. ჩეგიზ გამძევ დადგეთ. გამზე? და ნუ კონცერტი ბერე ბაგასტადარი ბუდიანდერე ბუდაპესტარე და ნამი მარეხი. თვალო. სეგვა გიყვართ? შეგოც მიყვარს კი. მოხევის გალოტინაო. შენანა დაგა. მარეხი. ტელიფონები გასო. მარეხი. გასაკეთე ნორმალური ხარ? ოთახიდან რაღაც დამწრისუნი გამოდის, რატო? ჰა? ვაიმე მეგონა. შენ ვერ გზნობ? სოლარიუმიდან გამოდის? სოლარიუმიდან? მე ჩამოვა. ვაიმე, ერთი წუთი. რა სოლარიუმიდან? ვაიმე! რა იყო? რა მოხდა? კლიენტმა მიიწვა სოლარიუმზე. შენ ნორმალური ხარ გოგო? როგორ გამეხმარეთ? ვაიმე, გამომაყალით. ვაიმე, დაამწარია მე მგონი. ვაიმე, დაუწია. წალი. საფრთხე გაურეკე. წალი. წალი ვიացი. რაკი? ბიჭო. ვაიმე, რა გავაკეთე? სასწრაფო, გავიყანო. კაცათით ნახელი უნდა ამიწიეთ. ორწუთში დავამთავრებ შაფავას. გტკივად. ერთი წამით. ვახ რა მოგივიდა დოლარი ჩკაცო ეს რა გავიგე ეს ჩემი სიკვდილი აბა როგორ არის კაცო ეხლა სტაბილურად არის ნორმალურად შედარებით ჩემი სიკვდილი ჩემი გამოვარდი ბიჭო სუფრიდან გამოვარდი ხაჭაპური გავაჩერე ჰაერში თო რო გავიგე თო ამის დედავატირ ეს რა არის რა თმინდა ეს ფიტრი კრუშკა რაღაცეები თო კაცი დოლარიჩი ამის ღირსია თო ეს რა არის წამოუღე კაც ლამაზად ხოშიანად აგერ კაცი ავადმყოფი კაცი არის თო რასაბ ბიჭო როგორ მოხდა რანაირად ვის დაეტაკე რას დაეტაკე ნუ გადამრიე თო მე რამდენი ავარია შენი რანაირად მოყევი $1 რა რანაირად მოხდა თო მე რა მაინტერესებს იცი აი ბიჭო სულ შეგემართება სულ აი უკვე მე-15 მე-20 მანქანა და მე რამდენი ის არის რა და იჯეკ შენ იჯეკ იმაზე რა ქვია მანქანაზე რომს დარიყავ ეს დომივიდო და ვიწექი საჭესთან საჭესთან ვიწექი და უცებ ნერვები აღარ მივარგა ეს დრესში მათ ისეთი ნასვა მიიღავი რომ იწექი თო აბა გადავირები რა ვინ არია ვინ ბიჭო არ უნდა იცოდეს მოდიხარ მანქანები ვის ეტაკები რას ეტაკები თო უტვინოები არიან უტვინოები და მაგინრალია რას ლაპარაკ და ვის დაეჯახე თო ვინ მოგიყვე მოგები რანაირად მოხდა საი რანაირად თო მოვდიოდი ჩემი მერსედესით ხო გავიარე წითელზე ხო წითელზე გავიარე გადავყვეთე წითელი ხო ღერძულა ხაზი გვალბახთან შევედი 160-ით ხო და კუთხეში როგორც კი დავაზანოსე მანქანა გაჩერებულ მანქანას გლიჯე უკრიდა რას აჩერებენ ამ მანქანას ბიჭო კიდე მაგაზე მეშლება ნერვები რას აჩერებ რო არ იცი შეგაიკაცო ტარო რას აჩერებ უფრო მაგარი გითხრა ხო დავართ უკრიდა გაიღო კარები და გადმოვიდა 18 წლის ხლაპი გლავი შენ ვის აჯენენ მანქანაზე მაგაზე მეშლება ნერვები რა ვის აჯენენ მანქანა ვის აწლევენ პრავას საერთოდ თო გადავერა შენ მომისმინე შენი მანქანა ძალიან არის დამწრეულია დალეწილია სულ ჩემი მანქანა აბა შენ კარგად იყავი კაცო მანქანა რკინა არის შენ იყავი ჯამთელა და ის ვისაც დაარტყის როგორ არის ის ბიჭი დალეწილია სულ ის ადამიანია კაცო მორჩება თავარი მანქანა იყო შენი კარგად ეხლა მაგაზე იდარდება მის დედავატირე გადავირიე თო გამოვარდი გიჟივით აი როგორც კი გავიგე გიჟივით გამოვარდი რა
რამეთეს ეს თაბაშირი და გაუკეთეთ ამათ ფეხი აქვს მოტეხილი რაღაცა. დიახ, რა თქმა უნდა, თაბაშირშია. და რა მაინტერესებს ეგ როგორი თაბაშირი დაადეთ? ესპანური მოზაიკის. ესპანური დიახ, სვაროვსკის თვლებით. დოლარით ახლა სვარე გადრება იასა. აბარა. არაფერს გენაც. აი ხა. მოდით ჩვენი ძმები მოდი. აბა, რა ხდება? აბა როგორ ჩემი დოლარიჩი რა. ესე იგი რესტორანში მოვიდა თუ არა ინფორმაცია ეგრევე გამოვარდით და ისევ ნერვიულად დოლარიში ისევ ნერვიულად გულს გაქონდა ბაგაბუგი და დუგი ასე იყოს ნამდვილად გავიგეთ თუ არა ერთმანეთს ვეკითხებოდით შემო დოლარიჩი რა ხდება რა ამბავია შესთავს უბედურება ხუარტრიალებს დარას 1-2 თქო ესეთი ამბავი იყო ამბავია ბიჭებო დაგეხმა დაჯექით რა დაჯექით რეებს და დიდი მადლობა ქალიშვილო დიდი მადლობა დიდი სუფრა გასულია ძალიან კარგი ბიჭებო მიდი თქვენ გენაცვალეთ თქვენ შემოგელეთ ეკოში შემოგევლე რა შემოგევლე ეს არის ხო მოდი აბა თქვენ მოსვლას გაომარჯოს ამ კაცის დახვედრას გაომარჯოს ამ სიყვარულს გაომარჯოს და აი ამ სიხარულს და მას გამარჯვებაზე გაომარჯოს რა ეს კი არა 20 კი არა 30 მანქანა დაუმტრავია და მაინც მაგრად ყოფილა რას ქვია თო მართლაც აფერული თქვენ გენაცვალეთ რა მიდი შეუბერეთ ერთი თქვენებურად რა როგორც არის რაღაცა დავაიგლიჯეთ აბა გენაცვალეთ აბა შეიძლება დოლარი სიმღერას სრულდება ისემ ტკივა დავატკული იამა საბურავის დაშვებასაც ვერ გზნობ რო დამოდივარ საბარაგული ღიამა დავინეწე ვეღარავინ ვერ მცნობს Mercedes-ის განარჩენა კი არა ობელვექტრას განარჩენა კი არა პონტიაკის განარჩენა კი არა დოლარიშის განარჩენა გამილოცე მე Gadachena Damilocene ძალიან დიდი მადლობა ძალიან დოლარიჩი რა ხან გადაჭია გენაცვალეთ რა მოკლავს დალეთ ბიჭო მე მინდა ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზო ჩემო საყვარელო ხალხო ჩემი დოლარიჩის დამადობით მე მინდა ჩემო დოლარი ჩემო საყვარელო ადამიანებო რა მე მინდა ის Mercedes-ი დავლოცო, რომელიც რომელსაც დოლარიჩი შეასკდა სიყვარულით და ამოაყირავა. მე მინდა ის ჯიპი დავლოცო, რომელიც დოლარიჩმა ბარდიულს მიანარცხა და დააბზრიალა შემოგილო ჩემი თავი. მე მინდა ის ავტობუსი დავლოცო, რომელსაც ისე დაუაბგონა რომ სულ დედის გინებით ზდია. იმაზე ხიდამდე და მე მინდა ის ჭადრის ხე დავლოცო, რომელსაც დოლარიჩი ესე ლამაზად შემოეხვია, მოგლიჯა და გულში ჩაიხუტა და პირდაპირ მეტეხის ქვევით ესე სანაპიროზე აი გედივით შეცურდა თავისი Mercedes-ით. აი მასე გაუმარჯოს რა. დასტურ თამადა. დასტურ. მე ვერ დავლევ კაცო, იმდენი დავლე თამად დავიყავ, ჩემი ისე ყველაფერზე მე მეძახიან. ქეგლაცო, შეუბერეთ ბიჭო, მიდი. სიმღერა სრულდება. თამადა. მეც დამისხი. შენ აგინდა, შენ აგია. დამტრეული მანქანების ხელზე მოგიჭახული. არ დალიო შენ, არ დალიო. შეუბერეთ. შენი ტორმუზის ხმა ისმის და ხიდიდან Mercedes-ით ფრინდები გაგანია დეკემბერში მტკვრის ტალღებში გრილდები
ბაღის პავაროტში 220 გირლია რაც დბლისში მანქანა შენი დალეწილია გზაზე ყველა დალეწე ვინც იყო და ვინც არა შენი ცოცხლე დოარი ჩვენს არა გვინდა რა გზაზე ყველა დალეწე ვინც იყო და ვინც არა შენი ცოცხლე დოარი ჩვენს არა გვინდა სხვა არა გვინდა ძალიან დიდი მადლობა გაიხარე, გაიხარე, ჩემო საყვარ მიირთვით რა, დალით რა, ქეიფია ბოლომდე დო. ყვების დრო გაყრა. დოლარიჩი. მოიცა რა თუნდა ყვება კაცო, მოუტანე აგე ხაჭაპურია, ჭადია, ხორცია, მწვადია, 1000 რაღაცა წამოუღე ხორცი. აუცილებლად მაწონი და ბულკი. მაწონი და ბულკი რა საჭმელია. მაწონი და ბულკი, მაგრებ რა კლინიკაა, ბიჭო, რა მიკვეს იცი? რა ევროპული ისა და რა ამერიკანიზაცია და რეები შეხსიფინძურია, ბიჭო, ეს ყველაფერი შემოაქვთ რა. აი ეს მინდა თქვა, ჩემო საყავარელო ხალხო. მოდი რა, აი ამ სადღეგრძელოთი გაუმარჯოს. იმ კაცს გაუმარჯოს, ვინც ამ ფაქტს შეესრო, ამ ულამაზეს ავარია შეესრო. გაჩერდა, დაინტერესდა, შეხედა და თავისთვის გულში ჩაილაპარაკა რა მაგრად დაურთხავს ამ ჩემისას ამასო. ამ სიყვარულს გაუმარჯო, ჩემი დოლარიკის დამატები. ამ სიყვარულს გაუმარჯო, ამ გაგარებას გაუმარჯო, ამ დაუწერებას გაუმარჯო და ამ ყველაფერი მოლოქმე ჩემთვის მოლოქმე ფეკელა თვალეთელა. აი და ჯუბე, კაცო, რატო გვინიხარ? თავი გამისკდა. ბოდიში დოლარიც ხო? ცოტა დაუწიე ტონს, თავი გამისკდა. ბოდიში დოლარი, აი ამის ხმა მინდა გაიგე ჩემო ხალხო რომ. აი ეს არის სიყვარული. კიდე დაუწიე ხმას, ცოტა გამისკდა. ანუ ამის თქმა მინდა რომ გაჩუდი, კაცი არა ხარ გამისკდა თავი. სიმღერა დაუწიეთ ბიჭო. სიმღერა გიდა. სიმღერა შეუმერეთ. ჩარტე კაცო ფონოგრამა რა იმასა. პრინტი ბუშკოპა მაიმნო, მიდი. კი ბატონო. გამარჯობს ამას. გამარჯობს. აწყვეტილი დადიხარ და ჯიბით მაშებს დაატარებ, ჯიბით მაშებს დაატარებ. ვერ გაშინებს პატრული და ვერც აგზაო ინსპექცია, შევარდნაძის დროს რომ მერქვა გაი. ძინახა მე ქეიფსა და სმაში გაგიტარებია, სმაში გაგიტარებია მა. ძვანეს არ დალოდები ხარ, დაწითელზე გავარდნილ ხარ, არავისთვის დაგითმია გზაი. დელია, დელიო, დელადა. დელია, დელიო, დელადა. ძვანეს არ დალოდები ხარ, დაწითელზე გავარდნილ ხარ, არავისთვის დაგითმია გზაი. დიდი მადლობა. დოლარი, ჩემო სიყვარულო, ჩემო საყვარელო ადამიანო, ჩემო გასახარებულო გულის. წამლის დრო გაქვთ. წამლის დრო აქვს კაცო. რა წამლის დრო გრებს იგონებ ჩემო ეკატერინე, ჩემო ულამაზესო ქალბატონი რა. აი ეს გოგო უნდა მოვატაცე. სუს დოლარი უნდა რა ჩემ დოლარი. და ვიღაცა უნდა უბაყობდეს ხოლმე. ულამაზეს, აი მე რა მინდა იცი, მე მინდა დოლარიჩი სული დავლოცო ეხლა რა. ჩემო დოლარით შენი გაგიმარჯოს. მე მინდა შენი კაცობა დავლოცო რა. შენი ადამიანობი და შენი გახარები. კოპელეგავი ბოლომი და შენ სიყვარულში. კაცი ნახე, რადონის ტრადიციულია და რადონის ქართველია რო. კარდიოგრამაც ნახე სულ სიყვარულში და სუპრაში და იმას აჩვენებს რა. აი ეს არის ამის კარდიოგრამა და აი ეს არის ჩვენი გახარება. მართლაც თამადამ კარგად აღნიშნა. წნება აბაგელას ნორმალურია, ფონოგრამა შართულია, წავიდა
დაგიდუგი წნება 120 80-ია დარას 1-2 წავიდა ქვეყნად ორი კლინიკა ორადორი ცისქვეშეთში ეს კლინიკა დიღომშია ის კლინიკა დიდი ღომში ისინი ავით გვექადნება ამაყობს ქარიშხალითა ჩვენ ვჯობი ვართ ფასებით და ჯამრთელსაც ვაწვენთ ძალითა კლინიკა ქართულია მისი სული წესისა და ფსიქიკაც გაი არ დავიწყო კლინიკა ჯამრთელობას გვინარჩუნებს პავლოვიჩის კლინიკა პავლოვიჩის კლინიკა თქვენ გაიხარეთ, თქვენ გენაცვალეთ და თქვენ გეხუტებით რა ჩემო საყვარელო. ბიჭო, აი ვინ მაკლია, ვის სულ ვიძახი, ვინ მაკლია, ჩემი უსაყვარლესი ძმა მაკლია. დოლარის რო შუგერდი. ერთი ისა ტელეფონი დამჭერ მაგარი. სოტოვი არა გაგვთვით მე ეს. ეს ჩემო გიაზე დაურეკოთ რა. აბა ნახე. არა, გაგ სოტოვი? სოტოვი. რა ის როგორ თქვი ჩამდი რა. ჩართული ეს. რა არის? 92 24 მე ვერ ვიგებ რა არის. ალო გიას გაუმარჯო ჩემ სიხარულს როგორ ახარ ბიჭო ძმაო გენაცვალეთ ჩემ ხო სად ახარ აგე დოლარისთან ვარ გულაობთ ვისხავ თავზე ყველაფერს ხო სად ახარ რას ამბობ თო 15 მალადეთ შენ თო შედიდო როგორ ახარ ეხი გაკ მოტეხილი ვა ხო და აქავართ მაგამ ბავში ვარ ჩვენს კაცო დოლარისთან მოდი აქავართ კაცო აღარ და მერეკინა მოდი ხო დამკავ გავიწოდე ხო დავეგენეწო შეგენეწოლე ჩემი გია იყო ჩემი ულამაზესი კაცი რა აი ჩემი დოლარიჩის ტრადიციების გამგზელებელი 15 მანქანა დაუმტრავე ფეხი მაგ მოტეხილიო აი კაცი ერთი და ორი კი არა შეგენეწოლე აი ეს მინდა ვატყეგზელო რა აქ ეხლა რეალურად ჩემი დოლარის იმდენი ფული აქვს ჩაყრილი მკურნალობაში და იმდენჯერ არის მოხვედრილი ამ კლინიკაში რომ აი დოლარიჩის საპატივსაცემად ამ კლინიკის დირექტორმა აკადემიკოსმა ზურაბ ნასრაშვილმა გადაწყვიტა რომ პირადად დოლარიჩის თვალწინ აი გამოვიდეს და თავი დაიმწიროს რა და აი სიამოვნებას მართლა ყველა ნახავთ ისა გეგუშ დაუძახე რა ბატონო თუ გავაფილე და თუ შეიძლება რომ მოვიდეს მომწად ფრენჩიბლე რა მომწადი შენი გაზრდა დოლარიჩი გამარჯობა ბატონო ზორ მომწადით რა რა ვიცი გადაიღე თუ რამე არის აგერ არის პაციენტი ბატონო დოლარიჩი როგორ მდგომარეობა ნორმალური ჩანს ეს კაცი არის ხო ძალიან კარგი ამერიკაში და იტალიის და ოპერაციებს თელი ჩვენი სამართლობა ჩვენი კლინიკა ვზრუნავთ თავი ექიმები ჩართული მყავს რომ ყველაფერი იყოს ნორმალურად კარგად და თქვენი აკადემიკოსობა მინდა დავლოცო მე თქვენ გენაცვალეთ და მადლობა აი კი ბატონო კი მზადა ვარ დოლარიჩისთვის როგორ არა ვარ მზად დიახ კი ბატონო დიახ დოლარიჩი კი ბატონო იწავიდა აცა აბა მივესალმოთ მის ხობის მოცირებას. გაიხარეთ და რა ვიცი, უსურვებ გამოჯანმრთელებას და თქვენ აქ ვართ და გორჩი ვართ, გორჩი და დიდი მადლობა. ეხლა ამხელა სიამოვნება მიანიჭე ჩემო კარგო ამ თავის დამცირებით ეხლა დოლარი შენ არის რა. დილას გინახულებ დიდი მადლობა. კარგად ზანდება. კარგად ზანდებოდეთ, მადლობთ თავის დამცირებისთვის. მადლობა. მე მინდა ეხლა მოდი რა თუ გულაობა ბოლომდე ვიგულაოდე ჩემო დოლარიც და მე მინდა ისა ეგუშ მოდი ერთი ჩემო კარგო მე მინდა ეხლა ის ადამიანები ვინც აქ წვანან და ვინც დოლარიჩმა დაამტრია ხო რომ აი მინდა ვთხოვო რომ შემოვიყვანო და ერთი ცეკვა შეგვისრულო რა მოცეკვავე ბიჭები არიან მე ვიცი რა მე რას ლაპარაკობ ადამიანები ტრავმირებულები არიან და დასვენება სჭირდებათ ვერაფერი ეხლა ხელოვნება ვერ გავიგებ
თქვენ მოიყოს ეგრე არ არის მიდი კაცო შემოიყვანე არასებულია ბატონო ეხლა ეკუშა მიმაჭერინო ციტალ კოლოკასა ვინ მიგდიან ვერ გავიგე შევინარჩუნო და ადამიანს დოლარიჯის ფულებით მკურნალობენ ეგ ჩემიწები ეხლა არა ფრენიროთ ეხლა მიდი ძალიან შეიძლება სიცნარე უნდა იყოს საავადმყოფოში როგორ შეიძლება ესეთი ძალიან ცოტა მიდი ეხლა მე რა გავაკეთო მედი შემოიყვანეთ ძალიან ხოვნო იქნება ზეგვა კარგად უნდა და გამიგე ხამოდის წინაშე ნუვითარში გავიწავიდა მუსიკა აბა გაუმარჯოს შენ ძმებს გაუმარჯოს წავიდა თქვენ შემოგეცოთ ისა ნანა გაშალეს უფრო დოლარიჯი მომყავს გაშალე რაც მაგიდებია ხო გაშალე ვქეიფობ ხებს რაო სულად ახლა შეჩემის ეხლა აღიწყა ორსულობა ორსულად არ ვიცი მეკაცო გაშალე მოიწერა შეცეკლა შოთალოს თაველია დამიბადო რა გაშალეს უფრო ბებია შენმა მოკლა ტოქსიკოს მოკლა ბებია შენ ასაო დავით ოკეი მიდი აბა გადავიდა სუჯახში ასოლე ავედი გოჩემოგებთ ეს ზაში დავლიოთ ესა ტოქსიკოსი ეს ჩემისა ვეუბნები დოლარიჯი მომყავთ და ტოქსიკოსი მაქვს შეჩემისა რა ტოქსიკოსი დოლარიჯი რადროს ტოქსიკოზია ოლეთი რეჟიმე ბებია შენ ასამობ რა გადავიდა რეჟიმა მოკლა